კეთილი, ეს არის რამდენადაც ხვდები, ესე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან მოხდა აფრენა, თუ არ ვცდები, შემისწორეთ პროდიუსერებმა. ფაქტიურად ჩვენ მთელი ხეობა ვნახოთ, შეგვიძლია ვნახოთ. ჩვენ კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვადევნოთ თვალი ცოტა ხანი. ხო. რატო ვინდა? მოამბეს ხო მე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ თქვენ ახლა თვალსადევნებთ დრონით, ანუ აეროგადაღებებს, რომელიც სპეციალურად ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფმა მოამზადა. ვითარება, როგორც ხედავთ, ძალიან აშკარად წყლის დონემ რასაკვირველია დაიკლო, როგორც ხედავთ, ნაწილობრივ ტერიტორიაზე მუშაობენ მაშველები, ტექნიკაც არის შეყვანილი, როგორც ხედავთ, ძალიან ტრაგიკული სურათია, ოლერები და გარკვეული ნაწილი ზოოპარკის ფაქტიურად აღარ არის, აღარ არსებობს საერთოდ. რამდენადაც ხვდებით ჩვენც აქედან თქვენსავით უყურებთ ახლა ეკრანს, ვოლერები ცარიელია, სავარაუდოდ ნაწილი აი ცხოველების გადაყვანილია ზემოთა ზოლში ზოოპარკის. მაგრამ როგორც ხედავთ, თანამშრომლები მუშაობენ. ძალიან სამწუხარო ამბავია, თქვენ იცით, რომ 3 მოქალაქე დაიღუპა ზოოპარკის ტერიტორიაზე. მათ შორის 3 იყო თანამშრომელი და 1 იყო მოქალაქე. თანამშრომლები, რომლებსაც სხვათა შორის ჩვენი გადამღები ჯგუფიც, ჩვენი კომუნიკატორის ჯგუფი კარგად იცნობდა, ეს ადამიანები ჩვენ საერთოდ ზოოპარკის თანამშრომლები საკმაოდ ხშირად იყვნენ ჩვენთან ეთერში და ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ეთერს, მე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ახლაც დარეკოთ დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ჩვენ ეთერში ვიქნებით. ტელეფონის ნომერს ხედავთ 249930. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის მთელი ეთერი დღეს არის გადასული სპეციალურ რეჟიმში. შესაბამისი პროგრამები მზადდება არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, არამედ რადიოსადგურების მეშვეობითაც. შეგიძლიათ სხვადასხვა ინფორმაცია მოისმინოთ. მეორე არხიც ჩართულია იგივე რეჟიმში. საღამოს სპეციალური გამოშვებები იქნება მოამბის, ჩვენ 8 საათიან მოამბეს ველოდებით უფრო დეტალური ინფორმაციით.